აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სტრასბურგიდან დაბრუნდნენ სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოში რეგიონის კანონმდებლებმა კოლეგებთან ერთად დეცენტრალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს და დემოკრატიის ფორუმს დაესწრნენ. Რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტ ტექნოლოგიების დახვეწა დემოკრატიის განვითარებისათვის. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის განცხადებით საკითხი მუშაობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის თემა იყო. დავით ბაციკაძის თქმით, დეცენტრალიზაციაზე მსჯელობისას ევროპულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ცალკეული ტერიტორიული ორგანოებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება უჭირს და აქვე არსებობს სეპარატიზმის საფრთხეებიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი დავით ბაციკაძე, სულხან ღლონტი და პეტრე ზამბახიძე ევროსაბჭოში 26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ. იყო ესპანეთის, იტალიის, ამ შემთხვევაში შვეიცარიის და სხვა ქვეყნების გამოცდილებები და იმ ქვეყნების, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, უნიტარული მოწყობა აქვს და ფიქრობენ დეცენტრალიზაციისკენ სვლისკენ. როგორ მოეწყო და თავარი პრობლემა ყოველთვის მოდის ცენტრიდან. ანუ ცენტრს უჭირს გაუშვას და მიცეს მეტი უფლებები რეგიონებს. არიან ადამიანები, რომელსაც შიში აქვთ იმის, რომ ქვეყნის დაქუცმაცებას გამოიწვევს ეს და აქ მეორე პრობლემაცაა და ამის შიშები არსებობს. ამ პრინციპში ამ შიშების დაძლევას მშვენივრად შეიძლება ადამიანებს თუ აუხსნით, რომ რა სიკეთე მოაქვს და რომ ეს არ იწვევს სეპარატიზაციას.